განმოგრძობთ გამოშვებას. თანასწორობის ინსტიტუტის წევრებმა და სტუდენტურმა გაერთიანება დემოკრატიულმა ლიგამ დღეს 14 პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნეს. ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრების თქმით, დოკუმენტში აღწერილია ის ნეგატიური მოვლენები, რაც ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობის მანძილზე მოხდა. აქციის ახალგაზრდა მონაწილეებმა სახელმწიფო კანცელარიასთან და მათ მიერ გამოქვეყნებული მანიფესტი და ინგოროყოს ქუჩაზე მიხეილ დაღმა მშენებლის სახელობის პლაკატი გააკრეს. ხელი მდაადე უბრალოდ რომ არ იმას. ნუ ეხა ამ ეტაპზე ბერეზოვსკიმ გადმორიცხა. შემდეგ ქუჩა არის მიხეილ დაღმაშენებლის ქუჩა. ეს გავაკეთეთ ახალგაზრდებმა მიხეილ დაღმაშენებლის ქუჩის პრეზენტაცია. როგორც მოგეხსენებათ, ყველა ხელისუფლებას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახელები დაუტოვა ისტორია. გიორგი რეგვენი იყო ესეთი ერთ-ერთი ქართველი მეფე, იყო ჯონ უმიწაწყლო, ფილიპე ლამაზი. ანუ საქართველოს ისტორიაში მიხეილ სააკაშვილი დარჩება როგორც მიხეილ დაღმაშენებელი. პირველი პუნქტი. წაგებული 2008 წლის აგვისტოს ომი. დაკარგული დამატებითი ტერიტორიები, გაქცეული და დამარცხებული მთავარსარდალი, ოკუპირებული და დამონებული ქვეყანა, წახალისებული რუსული მცოცავი ანექსია დღესდღეობით საქართველოში. 7 ნოემბერი ქართული ხალხის და დემოკრატიის უხეშად დაცინვა. გაყალბებული 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები. ხალხისთვის წართმეული ხმისუფლება. ქვეყანაში გამეფებული ელიტარული ცენტრალიზებული კორუფცია.